კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა განსაკუთრებული თვითონ თქვენთაგანს უკავშირისთვის, გამოწერებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, რა ვიცი, ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერის და დადებითი ემოციების გამოხატვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს და მადლობა მერე ყველას სტუმარსაც, არხის სტუმარსაც და ერთგულ მაყურებელსაც დობისთვის. მოდით ვნახოთ ასეთი ტიპის გაშლა ორ ვარიანტზე. 24/7-ზე ჩემს თავშია რა უნდა გავაკეთო? რა არის სწორი რომ მოვიმოქმედო პირველი მეორე? ნახოთ ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ ის? ვინ არის ის? მაპატიეთ და მე რა უნდა მოიმოქმედოთ. თქვენ სამშაბლოს არკანით მეგობრებო, ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სამყაროსთვის. ადამიანი, რომელიც არ უშინდება ტრანსფორმაციებს, ადამიანი, რომელმაც იცის, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე, რომ არ არსებობს დაღმართები აღმართის გარეშე და ზოგადად რომ სამყარო დუალურია და მუდმივობაში მუდმივი სამყაროში არაფერია. ესეც გაივლის. აი ეს მომენტიც შესაძლოა ძალიან ხშირად იყოს ხოლმე თქვენი მხრიდან ნათქვამი. ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს რომ იღებთ გზაჯვარედინებზე და გადამწყვეტ მომენტებში, ესეთი ხასიათით შესაძლოა გქონდეს. სხვათა შორის ცვლილებების არ გეშინიათ. ძალიან ერთგული ადამიანი ხართ და ძალიან ძლიერი შინაგანი ინტუიცია და შინაგანი ხმა გაქვთ. არ ვიცი, შესაძლოა ვინმე თქვენთაგანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცეცხლის ნიშანიც იყოთ, თუმცა აუცილებელი არ არის. საქმიანობის სფეროთი ან ექიმი, ან არ ვიცი, ჰაერთან, კოსმოსთან დაკავშირებული რაიმე ტიპით ფსიქოლოგი შესაძლოა იყოთ, სამართლმსაჯულების ორგანო, ანუ სამართლებრივი ორგანოები, შესაძლოა რაღაც ექსპერტიზის დარგში მუშაობდეთ, რაც კრიტიკას და ასე შემდეგ მოიცავს. მაშველი იყოთ, კურიერი იყოთ, ჟურნალისტი იყოთ, ბევრ რიგ პროფესიებს მოიცავს ეს არკანი. ძალიან მტკიცე ხასიათის ადამიანი. აი რაც შეეხება კვერთხების ქალიშვილს მეგობრებო, აქ გეტყოდით რომ ეს ადამიანი ახლა მთლად თქვენამდე მაპატიეთ მამაკაცებო და ქალბატონებო, ვინც მიყურებთ, ვერ მოვა ბოლომდე თქვენთან. და რატო ვერ მოვა გეტყვით? თქვენ მაღალი არკანით ამოდიხართ, ეს დაბალი არკანი და თანაც როგორი იცით კი, მომხიბვლელია კი, ენერგიულია კი, კეთილიც არის, ისეთიც არის რა, უშიშარიც, ლიდერიც, სუ კონფლიქტური ენერგიები აქვს, სუ რო აპროტესტებს რაღაცას, წამი ამბოხე ხასიათი რო აქვს. მაგრამ აი ხშირი ფლირტები რომ უყვარს, ხშირი ურთიერთობა, აი ეს ახალი რაღაცები, ცეცხლთან თამაში, ზედაპირული ემოციები, ცოტა ავანტიურისტული ხასიათით შეიძლება გქონდეს. ძალიან ეყვარება მოგზაურობა. სხვათა შორის შესაძლოა ვიღაცა ცხენოსნობითაც იყოს დაკავშირებული, ან პოლიციასთან გქონდეს რაიმე ტიპის კონტაქტი და არ ვიცი, შესაძლოა ცეცხლის ნიშანიც იყოს, თუმცა არ არის ეს აუცილებელი. და ვნახოთ აბა, ეს ადამიანი, რომელიც თქვენ მუდმივად თავში გიტრიალებთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან მიმართებაში თქვენ, რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ და უნდა გადაერთოთ კარიერაზე, უნდა გადაერთოთ საქმიანობაზე, სამსახურზე. 24/7-ზე არ არის ეს, აი, ზუსტად გაჩვენეთ, რომ 24/7-ზე რაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს ადამიანი თქვენს თავში ესე დერვიშივით ტრიალებს. არა, ბალანსი, კონტროლი უნდა აიღოთ საკუთარ ემოციებზე, საკუთარ თავზე და კი ბატონო, შეაგროვეთ ინფორმაცია, გაანალიზეთ, დაუფიქრდით, დაუკვირდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ იყავით ზომიერებაში. ეცადეთ არ გადააჭარბოთ რაღაცას, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ აჩქარდეთ. ამას გირჩევენ მეგობრებო. კიდე რა უნდა გააკეთოს ჩემმა მაყურებელმა?
ნახეთ რა და არ ვიცი, შესაძლოა ფსიქოლოგის მიმართაც, შესაძლოა ვინ მეზოთერიკის მიმართაც, შესაძლოა ავტორიტეტულ თქვენთვის პატივსაცემ ადამიანს კითხოთ აზრი. ყოველ შემთხვევაში ან იმედიტაციოთ, манифестация გააკეთოთ, რაღაცა პატარ-პატარა პრაქტიკებს მიმართოთ, იმისთვის რომ აი ამ მიჯაჭვულობებიდან გამოხვიდეთ. კიდე რა უნდა გააკეთოს ჩემმა მაყურებელმა მანახე კონტაქტზე ამას მეუბნები? ვარა, საინტერესოა. სხვათა შორის შეგიძლიათ, კი, ტარო არ გიბლოკავთ. თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო, რომ კონტაქტზე გახვიდეთ. ყოველ შემთხვევაში ცდილობა გქონდეთ. იმისთვის რომ თქვენ მე არ გქონდეთ ის საფიქრალი, რომ გამეკეთებინა. ანუ საბოლოო გარკვევისკენ მოგიწოდებენ. თუ კითხვის ნიშნები არის დარჩენილი და თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცეებზე რაღაც კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, უნდა გაერკვიეთ ჯერ საკუთარ თავში, კარგად გაანალიზოთ ყველაფერი, ემოციური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, წყენები დაივიწყოთ და გამოხვიდეთ მიჯაჭვულობებიდან, გამოხვიდეთ თვით ჩაკეტილობებიდან და დაფიქრებით, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღოთ და შეგიძლიათ კონტაქტზე გახვიდეთ. კითხვები თუ გაქვთ დარჩენილი, რომ ამოისუნთქოთ და მოიცილოთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის სცენარების წერა საკუთარ თავში. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვინ ბრძანდებით თქვენ? ვინ ბრძანდებით თქვენ? და რა ამბავია ვინ მიყურე? და ვინ არის ის? თქვენ ადამიანი, რომლებსაც ცვლილებების ნამდვილად არ გეშინიათ, ადამიანი, რომელიც ძალიან გულუბრყვილო მიმდობი ხართ, ადამიანი, რომელიც ცოტა ბავშვურ ენერგიებში შეიძლება იყოთ, ადამიანი, რომელიც როგორი ტიპაჟი იცით, რომ ვერ ვიტყვი მთლად უდარდელი და ისეთი, მაგრამ ძალიან სიღრმეებში პრობლემებს რო არ უღრმავდება. თავისუფლების მოყვარული ადამიანი, ექსპერიმენტების ტარება რომ უყვარს, რაღაცა ექსტრემიზმიც და სხვა შორის იდეალიზმიც შესაძლოა გახასიათებდეთ. ძალიან დიდი პოტენციალის ადამიანები უნდა იყოთ, არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცა შემოქმედებით სფეროს წარმომადგენელიც ხართ, ან ამ ეტაპისთვის სამსახური არ გაქვთ, ესეც შეიძლება გადათამაშდეს. რაც შეეხება თქვენს პარტნიორს, რომელიც ჩაიფიქრეთ და რომელიც თქვენს თავშია 24/7-ზე, ქურუმი ქალის არკანი თამამდის. ანუ რას ნიშნავს? ადამიანი ძალიან ძლიერი ინტუიციით, ადამიანი ძალიან მჭიდრო კავშირით კოსმოსთან, სამყაროსთან, რომელსაც სულ ვამბობ ხოლმე თავისი ანგარიშები აქვს გახსნილი თქო იქ ზემოთ. ადამიანი, რომელიც შესაძლოა მიუწვდომელიც იყოს, ყველა ადამიანთან არ კონტაქტობდეს და ყველასთან ესე მარტივად არ შედიოდეს ურთიერთობებში. შეიძლება გამომძიებელია პროფესიით, შეიძლება ექიმია, შეიძლება ჩემი კოლეგა პრაქტიკოსია, ან მეცნიერებას და ფსიქოლოგიას მისდევს, ან არ ვიცი, შესაძლოა სხვათა შორის გადათამაშდეს ისე, რომ ძიძაან მომბრელიც იყოს. ესეც გადათამაშდება ვიღაცებზე. ხო, ესეც ახასიათებს ამ არკანს ზოგადად, მაგრამ არ არის აუცილებელი მაინც, ხო? ზოგადად ქურუმი ქალი ამ დასტაში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია, იმიტომ რომ 4-ვე სტიქია საერთიანებს 4-ვე ცოდნას, ასე ვთქვათ და უფრო მეტი სიმტკიცე და სიღრმეები აქვს მიღმიერ სამყაროსთან. ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ ორივე. ნახოთ აბა რა უნდა მოიმოქმედეთ, რომ თქვენ ასეთი ძლიერი ადამიანის შესახებ მუდმივი ფიქრები ან მოიშიოროთ, ან პირიქით ქმედებაზე გადახვიდეთ. ხო, რას გვირჩევს ტარო? აბა ვნახოთ. რა უნდა გააკეთოს ჩემმა მაყურებელმა ამ შემთხვევაში, მანახე. ყველაფერს უმადურს, ყველაფერს
რაც თქვენზე ცუდად მოქმედებს, რაც თქვენ ენერგიას გაცლით, რამაც თქვენ ტკივილი მოგაყენათ, ვინც თქვენ უკვე მოგატყუათ, ვინც თქვენ უკვე გაგიმეტათ, უნდა ზურგი შეაქციოთ. უნდა გადაერთოთ თქვენს საქმიანობაზე, პროფესიულად განვითარდეთ, ასე ვთქვათ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. კიდევ რა უნდა გააკეთოთ? ჩემმა მაყურებლებმა კიდევ რა უნდა გააკეთონ მანახე. ბოლოს და ბოლოს არჩევანი უნდა გააკეთოთ და საკუთარი თავი განტვირთოთ ემოციებისგან, გადახვიდეთ უფრო მსუბუქ ენერგიებში, სამყაროს არკანით მიიღოთ ყველა შესაძლებლობა, რასაც სამყარო გააძლევთ. მამაკაცებო, მე რა რო მამაკაცები მიყურებთ, უნდა გადახვიდეთ კვერთხების ქალის ენერგიაში და ეს რა არის? ცეცხლი, ეს არის ლიბიდო, ეს არის ენერგია სიცოცხლის, ეს არის აქტიურობა, მოქმედება, ანუ აი ყველაფერი საპირისპირო დეპრესიასთან და საპირისპირო რაღაცა სხვა სიტუაციებთან, რაც უკვე აგერ ნეგატიურ სიტუაციებთან, ხო, რაც გააქვთ, გაეშვათ ყველანაირ მიჯნაზე დგომას, ბოლოს და ბოლოს გადაწონოთ, ასე ვთქვათ, პინა ან ერთ ან მეორე მხარეს, ოღონდ სათქვენო მხარესო, აქ და რო გეუბნებათ, აქ დიდი მართლობა არ ჭირდება იმას, რომ ამ ჩიხებიდან უნდა გამოხვიდეთ და ვინც მოგაყენათ ტკივილი, დაემშვიდობოთ, მეგობრებო. აჰა, არ არის სიცხადე შემოიტანოთ თქვენს თავში, არ არის აქ საჭირო ილუზიები და მიყვეთ თქვენს ცხოვრებას, დატკბეთ თქვენი ცხოვრებით და თქვენი საკუთარი თავით, ხო? ადამიანი, ვინც მუდმივად სხვაში, აი მომისმინეთ კარგად, მეგობრებო. ადამიანი, ვინც მუდმივად სხვაში ეძებს საკუთარ ბედნიერებას, ის არის განწირული. იმიტომ რომ გარე ფაქტორები არის ყოველთვის ცვალებადი. მე მაბედნიერებს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა. ეს ადამიანი ერთ დღეს წავიდა, რა მოხდა? დავრჩი სიცარიელესთან და საშინელ ტკივილთან მარტო, ხო? მერე მოვიდა ახალი ადამიანი. ნუ რა ამ ადამიანთანაც ავაწყე ურთიერთობა, ისევ წავიდა, ხასიათი აღმოაჩნდა ცუდი ანანან. ნუ შევიძინე სახლი, მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა მერე, ხო? და მომიწია საცხოვრებელი სახლის გამოცვლა. ნუ არც თუ ისეთი, რომ გიждდებოდე. ნუ აღარ მაბედნიერებს, ანუ რისი თქმა მინდა. ეს გარე ფაქტორები რაღა თქმა უნდა ჩვენს ემოციებზე, განწყობებზე და ცხოვრებაზე ყოველთვის მოახდენენ გავლენას, მაგრამ ეს უნდა იყოს მეორეული გავლენა და არ უნდა იყოს ძირითადი. ანუ ჩვენი ბედნიერება ჩვენს საკუთარ შინაგან მესთან უნდა ასოცირდებოდეს და მაშინ არ იქნება მუდმივი შიმშილი და დეფიციტი, ხო? ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვაგან ეძებს რაღაცას, ის სხვაგან ყოველთვის შეიძლება იმედგაცრუების მიზეზი აღმოჩნდეს. არა, უნდა გადაწყვიტოთ ბოლოს და ბოლოს, გამოხვიდეთ დაკიდებული მამაკაცის არკანიდან, ძალიან კარგი არკანია და საკუთარი თავით აივსოთ. პირველ ვარიანტში თუ პირიქით იყო, რომ შეიძლებოდა აი კონტაქტზე გასვლა, აქ არა, აქ ეს თემა უნდა ჩახუროთ. დასვათ წერტილი და აბზაცი ახალ თავზე გადახვიდეთ. მადლობა ყურადღებისთვის. მეორე ვარიანტსაც დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებად დროებით.